ლევან ბეჟაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება პარლამენტში უკვე შევიდა. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისთვის სრულიად გასაგებია ის мотивация, რაც ლევან ბეჟაშვილის გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად. ბაქრაძის თქმით, ბეჟაშვილმა არჩია უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს კახეთს. რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას, დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ლაშა თორგია წარმატებული იქნება ამ თანამდებობაზე და კანონს მაქსიმალური გამჭვირვალობით აღასრულებს. თორდიას ადგილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სავარაუდოდ მისი პირველი მოადგილე ეკა ხერხეულიძე დაიკავებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით 5 წლის ვადით საქართველოს პარლამენტი ირჩევს. ჩემი მთავარი მიზანი ამ სამსახურის ფუნქციონირების იქნება ის, რომ გაგრძელდეს ის რეფორმები, რომლებიც არის დაწყებული ამ სამსახურში, რათა ამ სამსახურის ფუნქციონირება იყოს დაფუძნებული რამოდენიმე პრინციპზე და ეს პრინციპი იყოს სამსახურის საჯაროობა, ობიექტურობა და დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი